გამარჯობათ, მე ვარ მარიკო და დღეს ვისაუბრებთ ქართულ ფილმებზე. სხვათა შორის დღეს გადავწყვიტე, რომ ქართულ ფილმები მინახა. ეხლა სამი ბოგი ვნახე, მაგრამ მოდი დავიწყებ თავიდან რა შეთანხმება მოახდინა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემმა მშობლებმა საკმაოდ კარგად გამზარდეს კულტურულად, ამას ხას სპეციალურად ვუსვამ. და რა თქმა უნდა, ამ კულტურაში მხოლოდ ზრდილობის და აღზრდის მეთოდები არ შედის, ასევე შედის ქართული კულტურის სიყვარული და რა თქმა უნდა, მე გავიზარდე ქართულ ფილმებსა და მულტფილმებზე. მათ შორის სპექტაკლებზე, სატელევიზიო სპექტაკლებზე და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი სპექტაკლი, მიუხედავად რომ უკვე ამდენი წლისა ვარ, დღემდე რჩება კავკასიური ცარცის წრე, რომელსაც ვერ მოვესწრებოდი, ფიზიკურად ვერ მოვესწრებოდი. და რომ მეკითხებიან ხოლმე მაგალითად რომ დაბადებულიყავი საბჭოთა კავშირში, აი რას გააკეთებდი. ყოველთვის იმას მომბრო აუცილებლად დავესწრებოდი და ლაივში, ანუ პირდაპირ ვნახავდი კავკასიურ ცარცის წრეს თავისი კორიფე მსახიობებით. და რა ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი უსაყვარლესი სპექტაკლი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს მაძლევს გარდა ემოციებისა, ასევე რა თქმა უნდა უბადლო შემსრულებლებისა, მსახიობებისა, მორალისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო. ჩემთვის გასახარი არის ის, რომ მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა, ეხლა გასაგები რომ ხა პატარა ასაკში არ ვარ, მაგრამ თინეიჯერობაში მოვახერხე და ცოცხლად ვნახე მოხუცი ჯამბაზები. მაშინ როდესაც ცოცხალი იყო ჯამალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ჩემი მამიდები იყვნენ მსახიობები და მეც გამომყვა რაღაცები, ბებია ჩემიც მსახიობი იყო სხვათა შორის. მამა ჩემის დედა, რომელიც გვარად იყო მარიამ ქსოვრელი და მგონია რომ მისგან მაქვს გამოყოლილი რაღაც არტისტული რაღაცეები. მე მსახიობი არ გავხდი, ვერ გავხდი. ჩემი ტკივილია, მაგრამ დავაიგნოროთ. და სხვათა შორის პირველ კლასში როდესაც ვიყავი და ვსწავლობდი, პირველ კლასში მეტყველების გაკვეთილი გქონდა და მეტყველებას მაასწავლიდა ქალბატონი ზინაიდა კვერანჩხილაძე, რომელმაც საერთოდ სხვანაირად დაგვანახა თეატრი ბავშვებს. მახსოვს მე მას როგორ აქებდნენ, როდესაც პირველად ვიყავი თეატრში, მე მგონი თოჯინების თეატრში ვიყავით, მე ფიფქია და შვიდი ჯუჯა ვნახეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გადავიდეთ ფილმებზე, რაც მე დღეს ვნახე, ეს ფილმები სხვათა შორის აქამდეც მაქვს ნანახი. როგორც გითხარით, ასე ამ ფილმებზე გავიზარდე მე. პირველი ფილმი რაც ვნახე, ეს იყო ხევისბერი გოჩა. ხევისბერი გოჩა, ეს იცით რომ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა. სხვათა შორის ამბობენ ხოლმე, რომ აი საბჭოთა კავშირის დროს და ეს ხო საბჭოური ფილმია. მოდი ეგრე ვთქვათ, საბჭოური ფილმი არ არის. ვერ ვიტყოდი რომ საბჭოურია, იმიტომ რომ ხევისბერი გოჩა მთლიანად არის ქართულ მორალზე, ქართულ კულტურაზე და ქართულ ტრადიციებზე აგებული. ჯერ მარტო თვითონ ხევისბერი რო ეუბნება ონისეს რომ არ დაგავიწყდეს ვისი გვარი სახარდა. იღუჩებალო. შენ სხვა რაიმე გაქვს გულში. რა უნდა მქონდეს? არ ვიცი და მაგას არც გითხავ. ვინც ლო ქვეყანა არ გაცინო. ზადი. ოღონდ გახსოვდეს. არ დაივიწყო ვისი გვარი სახარ. ესეც იცოდე. კაცი სალაღობოდ კი არა, ტანჯვისთვის არის გაჩენილი. ქვეყნისა და კაცობის წინაშე ჯერ არავის მოუხდია ლაღობი თვალი. ზადი. ყოველ წუთას ხვდება რომ რაღაცა ისე არ მიდის როგორც საჭიროა. ძირითად ნაწილზე რომ გადავიდეთ, არ დაგასპოილერებ, თვითონ არ გაქვთ ეს ფილმი ნანახი და ჩემი რჩევა რომ აუცილებლად ნახოთ. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტ შეიტყობთ ქართულ კულტურაზე, თუნდაც მუსიკალურად, თუნდაც ტრადიციულად, როგორ ხდებოდა მაგალითად ხევში, როგორ ქორწინდებოდნენ. იმ დროინდელ დამოკიდებულებას და ასე შემდეგ. ძირითად ნაწილზე რომ გადავიდეთ, იქნება სასიყვარულო სამკუთხედი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ძირითადად ომზეა საუბარი და მთელი ამბები და მოგზარ ბატონზე, რომელიც ცდილობს, რომ ხევი გადაკიდოს მთიულებს და პირიქით და ეს შიდა ომები სხვათა შორის როგორც ჩანს, ეხლანდელი არ არის ეს ყველაფერი. და პარალელურად ხდება ესეთი რაღაცები. პატარაზე დაგასპოილერებთ, რომ არის გუგუა, რომელმაც ცოლად მოიყვანა ძიძია
და ეს გუგუას ძმაკაცი, ასე თქვა, ძმადნაფიცი არის ონისე, რომელსაც ერთი ნახოთ შეუყვარდება ძიძია და აი ამ სამ კუთხეზე არის საუბარი. ჩემი დასკვნით, ჩემი პირადი აზრია, მე ორივე ადამიანს ვადანაშაულებ ძიძიასაც და ონისესაც. ამ ყველაფერს ზოგადად სამკუთხედთან მიმართებაში, იმიტომ რომ შეკაიქალო თუ გუგუა გიყვარს და ის შენი ხელის მომკიდე ხელებს გიფათურებს, თავში რაღაცა ჩაარტყი. თუ ვერ არტყავ, რას ეკურკურები, ხო? ანუ ეს გოგო არანაირად არ ვამართლებ ძიძიას. თუმცა ონისეს უფრო არ ვამართლებ. არასწორია, რა თქმა უნდა, ორივე საქციელი. თუმცა ომის პერიოდში უკვე რომ ჩუმოთ რო არიან ესენი თავისთვის და ტლაშამ ტლოშობენ გენაცვალე, სანამ ომი არ დაიწყო და სანამ რა ქვია, თოფის ხმა არ გაისმა ეს ონისე ვერ მიხვდა საერთოდ სად არის, რატო არის, როგორ არის და ამ ხალხს ეუბნება ძიძიას მაცდურო, ანუ შენ შემაცდინეო, გაიგე? ანუ მე რო გამოვედი წეღან და ბლატაობდიო, რომ რას ქვია, ნუ გზარ ბატონმა რაღაცა როგორ უნდა დაგვიშავოსო და რას ქვია, ჩვენთან ომი მოინდომაო და წეღა რო ბლატაობდა და არიქა და ომში მივდივარო. და რამდენი აქებდა რომ ონისეს მაგარი თვალი აქვს და შეამჩნევს მტერსო და ეს ხალხთან რომ მიდიხარ შეკაიგაცო ხა ძიძიას რატო აბრალებ მაგ შემთხვევაში არ ვამართლებ ონისეს თანამედროვე ეპოქაში მეგონია ესე მოგვარდებ მე ესე მგონია რომ ესე მოვაგვარებდი ონისე რომ ისულიყო გუგუასთან და ეთქვა რომ შეკაიგაცო გაგანია ომში ვართ და ჯერ ვიომოთ და დავხოცოთ ვით დასახოცია და მე რაც გინდა ისკენიო ხო თანამედროვე ეპოქაში შედარებით უფრო მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი მაგრამ ხო რა თქმა უნდა მე აქედან არცერთ არ ვამართლებ ხო აი გუგუამ თავი ხო ნუ მესმის გუგუამას თავი რატო მოიკლა წარმოიდგინეთ თანამედროვე ეპოქაში ეს ყველაფერი ძალიან მარტივი იქნებოდა ხო ანუ გოგომ აღმოაჩინა რომ თურმე თავისი მეჯვარე უყვარს თუ ამ თავის ქმრის მეჯვარე და არა თავისი ქმარი ჯობრივად გაშორდებოდნენ და დამთავრდებოდა ამბავი რა და ხევში იმ ეპოქაში ეგრე რამოდარ იქნებოდა